გერმანიის პარლამენტში ბუნდესტაგში ისტორიული დებატები გაიმართა. ქალბატონი კატრინ გებელი მემარცხენე გზნებარე სიტყვით გამოდიოდა და ქალთა უფლებებს ქომაგობდა. მაგრამ ერთი კაცი შეუჩნდა და აღარ გაჩერდა. ბუნდესტაგის წევრი პარტიიდან ალტერნატივა გერმანიისთვის, AfD, ყველას რო ეზიზღება პუტინისტების პარტია. რა უფლებები, რის უფლებები, რა შევიწროება, რა ფემინიზმი, რის ფემინიზმიო. ამას სიტყვა თქვა იმან ორი. ამან ორი თქვა და იმან სამი. ბოლოს მოუტრიალდა ქალბატონი გებელი და ძალიან აკადემიური ტონით მიახალა. Herr Reichert, die Klitoris hat ბატონო რაიჰარდ, კლიტორს 3000 ნერვული დაბოლოება აქვს, მაგრამ თქვენ მაინც უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდით. ამას მოხერხება უნდოდა. Wenn man schon so einen Missantrag einreicht. სოფლიო მოიარა სახის ამ გამომეტყველებამ, რომელსაც ქართულად მხოლოდ ერთი აღწერა აქვს. გამოყება. მართლა ხა, ასეთ რამეს რო გეტყვიან ბუნდესტაგის წევრ კაცს, უტყვის სახეს ვერ შეინარჩუნება. მოკლედ, ეს ალტერნატივა გერმანიისთვის იმდენად გამოყება, რომ ქალს პასუხი ვერ გასცა. და მხოლოდ მეორე დღეს ცოტა რო აზზე მოვიდა, მოიყვანეს ალბათ სხვებმა და აამუშავეს, გამოჩნდა და მოითხოვა საჯარო ბოდიშის მოხდა. და მე იცით რა მოხდა. კატრინ გებელმა მართლა მოიხადა ბოდიში, საჯაროდ. ძალიან დიდი ბოდიში ბატონ რაიჰარდსა და მთელ საზოგადოებას რომ უნებლიედ მივაწოდე არასწორი ინფორმაცია. კლიტორს არა 3, არამედ 10000 ნერვული დაბოლოება ჰქონიაო. იშ ჯიგარი ხარ. მაგრამ ჩვენ რა გვიხარია? მე ვცადე გადმომეტანა გერმანული დემოკრატიის ეს შედევრი საქართველოს პარლამენტზე. მაგრამ მეცნიერებაში გავიჭედე. გერმანულიდან თარგმნისას უცებ აღმოვაჩინე რომ პენის 4000 ნერვული დაბოლოება აქვს. 10-ზე ცოტაა. მაგრამ ერთ პატარა ქვეყანას კი ეყოფა. და აგე ჩემი თუ არ გჯერათ. Unser